მოგესალმებით მაღაზია აპაჩიდან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ერთ ბიუჯეტური R15-ზე, რომელიც დაგვემატა ჩვენ მაღაზიაში. ეს არის Stag Arms-ის Stag 15. ფაქტიურად ეს იარაღი წარმოადგენს კლასიკურ კლონს 90-იანი წლების M4-ისა და თუ რა ნაწილებით არის დაკომპლექტებული, ამ ასე ვთქვათ, გავყვებით სტანდარტულად კონდახიდან ლულამდე და შემდეგ ვიტყვით რამდენიმე სიტყვას პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რადგანაც ჩვენ სიზუსტეზეც ვისროლეთ ეს იარაღი. განსხვავებით წინაზე განხილული Springfield Armour-ის Vector მოდელისგან, Stag Arms-ის Stag 15 წარმოადგენს ფაქტიურად კლასიკური ვიზუალის მქონე M4-ს და ის ხალხი, ვინც დაინტერესებული არის ძველ M4-ებთან მიახლოვებული იარაღის ქონისა, ძალიან კარგი არჩევანია თავის ბიუჯეტში. დღეს ჩვენთან მაღაზიაში იყიდება 4000 ლარამდე ეს იარაღი. კომპლექტაციაში მოყვება ერთი მჭიდი, 5 და ასე ვთქვათ, chamber plug-ი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებული კომპლექტაციაში არაფერი აქვს, თუმცა ამ იარაღს აქვს ერთი განსაკუთრებული დამატება, რაც როცა მის ლულაზე მივალთ ნახავთ, ეს არის ქრომირება და სწორედ ის შეიძლება გახდეს ამ იარაღის არჩევის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. დღესდღეობით ყველა გაწყობილი თუ გაუწყობელი ბიუჯეტური R15-ები, რასაც მაღაზიაში შეხვდებით, მოდის უბრალო ლულებით. ეს მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივად თანხის დაზოგვის ამბავში ნიტრადირებული ლულები საკმაოდ გავრცელებული ვარიანტია და ცალკე ლულის ყიდვაც რო დაგჭირდეთ, ასე ვთქვათ, $100-მდეც კი ხანდახან შეიძლება შეხვდეთ შავ ეგრეთ წოდებულ ნიტრადირებულ ლულას. თუმცა, ოდითგანვე სამხედრო იარაღი იწარმოებოდა ქრომირებული ლულით და დღესაც არ არის ეს გამონაკლისი, რადგანაც ქრომირება აძლევს იმ განსაკუთრებულ თვისებებს, როგორც არის სითბოსადმი მედეგობას, გარდა ამისა აძლევს ადვილად გაწმენდის საშუალებას და ის მითიც, რომელიც ჩვენ საბჭოთა იარაღებიდან გვახსოვს, რომ ქრომირებული ლულა ნაკლებად ზუსტია შავ ლულაზე, ეს მითიც ძალიან მარტივად მაღალი დონის ქრომირებულ ლულებში, ასე ვთქვათ, იმსხვრება. Ну, რაც შეეხება ხა Stag Arms, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს ბიუჯეტურ სეგმენტს. ეს ფირმა თვითონ ამერიკული ფირმაა, 2000-ის დასაწყისებიდან მოდის, ასე ვთქვათ, მათი საწყისები. დღეს აწარმოებენ როგორც AR-15-ებს, ასევე AR-10-ის მსგავს Stag 10-ებს და ასევე თავიანთი გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანაც აქვთ. თითქოს ნაკლებად ცნობილი ფირმა არის, თუმცა განსაკუთრებით დავინტერესდით ჩვენც ამ იარაღით, მას შემდეგ რაც ვნახეთ, რომ მას მოყვებოდა ბიუჯეტურ სეგმენტში ქრომირებული ლულა და თუ საიტზე ფასებს გადახედავთ, საკმაოდ ისეთი ფასი უჭირავს ამ ბიუჯეტურ მოდელსაც კი. პირველი რაც ასე ვთქვათ, თვალის შევლების შემდეგ შთაბეჭდილება დაგვრჩება, ეს არის თვითონ დაფარვის და დამზადების საკმაოდ კარგი ხარისხი და შემდეგ უკვე დეტალებში რო ჩავალთ, ვნახავთ, რომ იქაც თითქმის ყველაფერი დაცულია ისე, როგორც mil-spec სტანდარტს, ასე ვთქვათ, შეესაბამება. რაც შეეხება ხა მაკომპლექტებლებს, სტანდარტული კონდახი მოყვება, რომელიც ისევ და ისევ თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ აუთენტურობა ამ იარაღზე, არაფერი არ არის შესაძლებელი, რადგანაც მისი მთავარი, ასე ვთქვათ, დამატება, რაც არის ეს მოხსნადი A2 ტიპის გადასატანის სახელური, რომელზეც მექანიკური სამიზნის უკანა მხარე არის დატანილი, ეს არის, ასე ვთქვათ, მართლაც ლეგენდარული ვიზუალი ჩვენთვის. შემდეგ მოდის ბუფერის მილი, რომელიც mil-spec სტანდარტია, ასე ვთქვათ, და ეს უკანა რგოლი, რომელიც აფერთან იჭერს ბუფერის მილს, არის დაბეჭდილი, რაც ყურადღება მისაქცევი ფაქტია ხოლმე, იდეაში მარტივად მოსაგვარებელი საკითხი, მაგრამ როცა თავიდანვე დაბეჭდილი მოდის, 2 წერტილზე არის ის დაბეჭდილი, ეს ნიშნავს იმას, რომ სოლიდოს ეს ადგილი არ დაიშვებს. სტანდარტული კომპლექტაცია აქვს ფურნიტურას, სტანდარტული პისტოლეტის სახელური mil-spec-ის, სტანდარტული სალულეები, თავისი ორმაგი ჩანართით, ასე ვთქვათ, სითბოსგან მსროლელის ხელის დაცვისა და სტანდარტული A2 სამიზნე წინ. Ну, მართვის პანელებსაც განსაკუთრებულად ხას არაფერს არ გავუსვამ, რადგანაც ეს არის სტანდარტული კომპლექტაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ არის, რაც ამის ვიზუალს, ასე ვთქვათ, ხდის აუთენტურს, არის ეს უკანა A2 სამიზნე, წინა A2 სამიზნე, რომელზეც F მარკა არის, ასე ვთქვათ, დატანილი, ისევ როგორც სამხედროებზე, government პროფილის ლულა, ამ შემთხვევაში გვაქვს 16 ინჩის სიგრძის და ხიშტანის მოსათავსებელი წინკბილი, რომელიც ასევე არის დამახასიათებელი სამხედრო საარმიო M4-ებისთვის. რაც შეეხება ხა შიგნეულობას, ასევე ერთი კარგი სურპრიზი რაც შიგნით დაგხვდება, ამ იარაღის გახსნის შემდეგ არის H ბუფერი, განსხვავებით კარაბინის ბუფერისგან, რომლითაც ხშირად კომპლექტდება ხოლმე როგორც მოკლე ასევე გრძელულიანი ბიუჯეტური იარაღები, ამ შემთხვევაში გვაქვს H ბუფერი და H ბუფერი ნაწილობრივ განაპირობებს იმას, რომ ამ იარაღმა მოკლე კარაბინის სიგრძის გაზის სისტემაზე
იმუშაოს საკმაოდ საიმედოდ. ზოგადად ბუფერების საკითხი არის ესე, რაც უფრო მოკლეა, მით უფრო მძიმე ბუფერი გჭირდება იმისთვის, რომ ის ხისტი უკუცემა, რაც ლულის დამოკლებით მოკლე გაზის სისტემით იარაღს ენიჭება, ასე ვთქვათ, ბუფერის წონამ ცოტათი დააბალანსოს. სასლატი რა თქმა უნდა არის სტანდარტული ეგრეთ წოდებული მილსპეკ სტანდარტი და შიდა მხარეს პირველი რასაც უყურებთ, საკეტის დაბეჭდვა, საკეტის დაბეჭდვა შესრულებულია ძალიან კარგად. თვითონ როგორც მწარმოებელი ამბობს, თვითონ საკეტი დამზადებული არის მილსპეკ სტანდარტით, Carpenter 158 მარკის ფოლადით და შიდა შესასვლელი საკეტის ასე ვთქვათ, სადაც საკეტი ჯდება, არის ქრომირებული როგორც უნდა იყოს სამხედრო იარაღზე. მას შემდეგ რაც დავშლით და ჩავხედავთ ეს ექსტრაქტორში, ექსტრაქტორსაც აქვს სამივე ის კომპონენტი, რაც უნდა კონდეს სამხედრო ტიპის ასე ვთქვათ M4-ს. ეს არის თვითონ ბრტყელი ზამბარა, ექსტრაქტორის ზამბარა, ასევე აქვს პლასმასის შემოსებელი, რომელიც იცავს ექსტრაქტორის ზამბარას გადახრისგან და ჩვენ ვეძახით ხოლმე ბუბლიks, გარშემო წამოცმული ასე ვთქვათ რეზინის მრგვალი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ექსტრაქტორის ასე ვთქვათ მუშაობას და იცავს მას დაზიანებისგან. გადასატანი სახელურიც არის სტანდარტული და როცა შევამოწმებთ გადასვლას, სადაც ვაზნა შედის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ barrel extension-ზე, ვნახავთ რომ ეს გადასვლაც გაკეთებული არის ძალიან კარგად. შემდეგი რაც არის, ეს არის უკვე თვითონ ლულა, ბოროსკოპით შევხედეთ და შევამოწმეთ ასე ვთქვათ დამზადების ხარისხი. რავი, ძალიან კარგად გამოიყურება და როცა უკვე ჩვენ გავიტანეთ ჯგუფებზე სასოლად, სიზუსტეს რაც შეეხება, სუსუ ახალი იარაღი იყო და პირველად ვისწავლეთ რამდენიმე სახეობის ვაზნა. ყველაზე კარგი ჯგუფები ეს იყო 50 მეტრზე დაახლოებით 4 სანტიმეტრიანი ჯგუფები, მოგვცა 62 გრეინიანმა ფიოკიმ და 55 გრეინიანმა ფიოკიმ. მიუხედავად იმისა, რომ 1.7 არის ტვისტი, 55 გრეინიან ფიოკებს განსაკუთრებით ასე ვთქვათ კარგად ისვრის, ვისროლეთ STV ჯგუფით და GGG-ს და ყველაზე ცუდი ასე ვთქვათ შეჯგუფება მოგვცა 55-იან GGG-ზე. რა შეიძლება ხე ითქვას ამ იარაღზე და რატო შეიძლება იყოს ის მიმზიდველი დასაწყისში მე ეს რამდენიმე მიზეზი ასე ვთქვათ ვახსენე. პირველ რიგში არის მისი ვიზუალი. თუ ჩვენ გვინდა ასე ვთქვათ გვაქვს ნოსტალგია ძველი იარაღის და გვინდა ვიზუალზე გქონდეს მსგავსი იარაღი ბიუჯეტურ ფასად, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არჩევანი არის ეს და ქრომირებულ ლულას რაც შეეხება, ნამდვილად მიმზიდველი არის არა მარტო იმ ხალხისთვის, ვინც ვთქვათ ეძებს კლასიკური M4-ის ვიზუალის მქონე იარაღს, არამედ მათთვისაც, ვისაც უნდა ბიუჯეტურის გადაწყობა და გასპორტულება, რადგანაც დღევანდელობაში ძირითადად თუ ვიწყებთ ბიუჯეტური იარაღის მოდერნიზაციას, ამ შემთხვევაში მოყვება ასე ვთქვათ ნიტრატირებული ლულა, რომელიც ისე დიდხანს ვერ ცოცხლობს როგორც ქრომირებული და აქ უკვე მიუხედავად იმისა, რომ იარაღს ბევრი გადაკეთება დაჭირდება, ჰენდგარდის შეცვლა, აურის სამიზნის გამოცვლა, კომპენსატორის ასხლეტი და ასე შემდეგ, მაინც ბაზა თვითონ რჩება საკმაოდ კარგი ხარისხის იარაღი, რომელიც დაკომპლექტებულია ქრომირებული ლულით.